ჩემი მკითხველები ხშირად კომენტარებში თაქთირიძეს მაგივრად თათქარიძეთ მოიხსენებენ. არ მწყინს და რატომ იცით? სიმართლეა და იმიტომ. გაგიკვირდათ? მაშინ მომღებით. ჩემი დიდი პაპის მამას თავად მიხეილ არდაშელიძე თაქთაქიშვილს რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკს. ჩემი დიდი ბებია ეკატერინა გურამიშვილი ყავდა ცოლად. ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლგა გურამიშვილის ბიძაშვილი. ქეიფი და დროს ტარება ყვარებია, ჩემს წინაპარს სადილზე ბატკანი არ ყოფნიდაო. გამიგონია პაპა ჩემისგან. გრიგოლ ორბელიანთან უმეგობრია. ერთად ქეიფობდნენ და ბანკოზეც არ ამბობდნენ თურმე უარს. არ უმართლებდაო ზარში, აგებდა ხშირად. ბოლოს ყველაფერი წააგო, სახელმწიფომ თბილისის სახლი გაუყიდა და იმ სახლში პირველი ქართული თავადაზნაურთა გიმნაზია დააარსა. დღესაც არის ეს სახლი. ბოჭორიძის 23 იყო, ეხლა ჩერქეზიშვილის 23-ია, თუ არ ვცდები. გადასულა ბატონი მიხეილი სოფელ ქვემო ხვიჩში, მამა პაპის მამულში. იქ ჩაუკითხავს ილია ჭავჭავაძეს. მისხდომიან ქვისლების სუფრას. გამოუტანია მზარეულს ორი მათლაფა ბოზბაში ზედდადებული ცხვრის კანჭით. ჩაუბუჟბუჟებია წვნიანში, ლავაში, ჩემს წინაპარს. დაუხედია სავსე მათლაფისთვის. ამოუღია რევოლვერი და უთქვა ჩემო ილია. ახლა ამაში ვინ უნდა ჩამიფუთხოს, ხომ გავაფრთხობინებ სულს. დავიდა ილია სახლში. ქართლის სოფელი კახეთში გადაიტანა. თაქთაქიშვილების ძველი გვარი თაქთირიძე თათქარიძეთ მონათლა და დაწერა სატირული მოთხრობა. კაცია ადამიანი? მე გახლავართ არდაშელ თაქთირიძე, იგივე გიორგი თაქთაქიშვილი. ვარ მწერალთა კავშირის წევრი. გამოცემული მაქვს 5 წიგნი. 3 კრებული, ნოველების კრებული და 2 მოზრდილი რომანის მსგავსი მოთხრობა. მყავს ცოლი, თამარ ჯავახიშვილი, 3 შვილი და 6 შვილიშვილი. მე-7-ს ველოდები. ალბათ გაგიკვირდებათ და პროფესიით ინჟინერ ელექტრომექანიკოსი ვარ. პირველად კალამი ხელში 56 წლის ასაკში ავიღე. მანამდე სკოლის თემას ვინჩივის გოგოზე წერილს არ მქონდა მიწერილი. ახლა მოგიყვებით პირველი ნოველა როგორ დავწერე. ბორჯომიდან ვარ წარმოშობით. სოფელ როელში მაქვს სახლი და მივდივართ მე და ჩემი მეუღლე. მივდივართ თბილისიდან როელში. და გავიარეთ ახლა სანამ ბორში შეხვალა. გადიხარ ქვემო რენე, ზემო რენე. თამრიკო მეთქი რენეზე იცი მეთქი შენ. ამბავი მეთქი და რენეს ამბავი იცი მეთქი. არაო, და რაღაცა ლეგენდა მოვიგონე და მოუყევი რაღაცა ცოლბიჭს გოგოს უყვართ ერთმანეთ მე მთიდან ვარდები. რაღაცა მოკლედ მოუყევი. დაინტერესდა. ეს როგორ არის, ის როგორ არის? მე უთხარი კაი დამანები თავი. გეხუმრე მეთქი და ჩემი მოგონილია მეთქი. ჩავედით. როელში ახლა ჩემი როელიდან მოვდივართ აქეთ. ხო, ახლა გამოვიარეთ ზემო რენე, ქვემო რენე. ხო და ის რენეზე ამბავი იცი მეთქი? რა ამბავიო? და მეორე ლეგენდა მოუყევი. ისი ჩემი მოგონილია თქო. ხო, ბიჭო ეს იმას დაინტერესდა რაღაც კითხვები და დამანები თავი მეთქი გეხუმრე მეთქი და ჩემი მოგონილია. ჩამოვიდა ახლა მეტთან მომეწონა ბიჭო, კარგად მოუყევი, კარგი იყო, მოდი მეთქი დავწერე ამას. დავწერე ეს, ორი ლეგენდა დავწერე. ამათ გამაერთიანებლად ერთი ძველი წერებიანი ანეკდოტი ჩავსვი, რომელმაც ეს ორი გაერთიანა და კაი რაღაც გამოვიდა. მე გამახსენდა ერთი მეგობრის მამის მონაყური. ის იყო რა ქვია, გადასახლებული იყო, მაგადანში იყო გადასახლებული. იქ აურამებს გვიყვებოდა ხოლმე. ეს ამბები გავაერთიანე, დავწერე მეორე ნოველა ბორკილები. მე მივაყოლე 1-4-5 ნოველა გაწერილი მაქვს და როგორც წესი წერილები დავხედები ვართ. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ჰიუგო დიკენსი, გოეთე, მაგრები, პირველები ჩვენ ვართ კაცო. ჩვენსაც ვერცერთი ვერ შეედრება.
ამიტომ გინდა რომ შენი ნაწერი, შენი შემოქმედება სხვამაც ნახოს. მაგრამ ახლა 56 წლისა ვარ. ხო? რაღაცა რომ დამცინონ, იმისიც მეშინია რომ დამცინონ. ხო და ამიტომ ავდექი და ახლა Facebook-ი ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ გააცნო ხალხს. გავაკეთე გვერდი, არდაშილ თაქთირიძის გვერდი გავაკეთე. ხო და ფსევდონიმად ავიღე. ხო და მას ვქენი. ისე რომ სახშიც არ იცოდნენ. დავდე არდაშილ თაქთირიძის გვერდზე ჩემი ნოველები მე მივამატე. ხო. ამასობაში თბილისელების რედაქტორი დამიკავშირდა. თუ შეიძლება თბილისელებშიო, კი მეთქი, გაუშვა თბილისელებში. თბილისელებმა ის ვარ და ყოველ კვირას ახალი უნდა დამეწერა, რომ თბილისელებში ნომერი აჩავარდნილიყო და აი ესე რა. ხო და ერთხელ სახში მივედი სამსახურის მერე და ცოლი მეკითხება, არდაშილ თაქთირიძე ხო არ იცი ვინ არის? ვინ არის ვიღა ამით? ბჭო, რაღაცებს წერსო. რაღაცებს წერს, აი შე რომ მომიყევიო ისაო. რენეზე რომ მომიყევი ბჭო, მართალი ყოფილაო, ესეცა წერსო მაგასო. ხო და წამიკითხა ჩემი ნადარბაზებისმა წამიკითხა. სულელია ვიღაცა ხალ დამანებით ავეთ საჭმელი მაჭამი. შენო, მანქანა დანადგარები გაქვს თავშიო. შენო სული გაუხეშებულიო, შენ ლიტერატურის რა გისმისო. ხო. ერთი წლის თავზე მერე ჩემი უკვე რომ გავეცანი მკითხველს, მკითხველი შემეჩვია უკვე, ნუ მეც მომეხსნა ეს ტვირთი რომ შეიძლება არ მოეწონოთ, შეიძლება დამცინონ, ეს კომპლექსი მომეხსნა და დავდე ჩემი სურათი, ჩემი სახელი გვარი და ვაი მაგ დადებას 2 კვირა არ მელაპარაკებოდა, გამებუდა, ძლივს შევვირიგე. ხო. ალბათ ვკითხავთ. არდაშილ თაქთირიძე რატო დავირქვი? მე-16 საუკუნეში სამცხედან ქართლში გადმოსული თაქთირიძის შვილები არდაშელი და ელიზბარი ორი გვარით იწერებოდნენ თაქთირიძე თაქთაკის შვილებად. არდაშელი იყო პირველი თაქთაკის შვილი, ჩემი შორეული წინაპარი. ჩემი ბათუმი უნდა მახსენდება სიმღერით ბათუმს კათკათას. საიდან მოდის ეს ღრმა ახალგაზრდობიდან მოდის. ახლა რაც შეეხება ფესტივალს. ფესტივალი იყო სასწაულად ორგანიზებული. თულე დიდი მადლობა. არ მინდა ახლა გამომჩეს ერთი რამდენიმეს დავასახელებ დანარჩენებს და მოდის მოვიხდი როინს, გენრის, არჩილს, სულხანს, ზალს, მარიკას, ლალის ორგანიზება იყო ფრიადეს. მე ალბათ ცხოვრებაში ვეღარ მოხვდებოდი, რადგან აქამდე ვერ მოხვდი, ქედაში ცხოვრებაში ვერ მოხვდებოდი. სასწაული ვნახე რა, სასწაული. არა მარტო ის რომ ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმში ვიყავი ამ სიტყვაში, სიყვარულში, ამ გულღია ხალხში. პლუს კიდევ ეს ბუნება, ლამაზი ბუნება, მით უმეტეს ეს შემოდგომის აჭრელებული მთები, ნუ სასწაული ვნახე და ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კმაყოფილი. მე დახვედრა, როგორი დახვედრა მე წკარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევი არა ვარ ახლა ისე რომ ყველა ფესტივალს მართლა გითხრათ პირველად ვიყავი ფესტივალზე ეს გულღია დახვედრა ისეთი რომ მე ვიხსენი თავი ოჯახში ერთი წუთით კომპლექსი არ გამჩენია რომ რაღაც უცხო ხალხში ვარ. არა, პირველად ნახე ხალხი, მაგრამ ისინი უკვე შინაურები იყვნენ. მე რა კარგ პოეტებს შეხვდი, რა კარგ წყლებს შეხვდი, რა კარგები ყოფილა, მე არ ვიცნობდი, ბევრს არ ვიცნობდი. ახლა კი როგორ არა, ნუ ახლა რამდენი ვიცოდი და ვკითხულობდი იმას როინის ლექსებსაც ვკითხულობდი, გენრის ლექსებსაც ვკითხულობდი, ულაიქებდი კიდევაც, მაგრამ დანარჩენს ბევრს არ ვიცნობდი. დღეს ჩვენ ერთი ოჯახი ვარ, ჩვენ გაგვაერთიანა, ამ ფესტივალმა გაგვაერთიანა უფრო მეტი. ეს მესამე იყო,
ეს მესამე იყო უფრო დიდი იქნება, უფრო გრანდიოზული და მეოთხე, მეხუთე, მეექვსე უფრო დიდი იქნება გრანდიოზული და რაც თავარი მეტნი ვიქნებით და რამ მომხიბლა კიდევ აი ამ ფესტივალზე რომ მესამე დღეს მამები და შვილები ხო ვიყავით ფესტივალზე. შვილიშვილებთანაც მივედით. სამი თაობა გავერთიანდით. სამი თაობა ეს არის ესტაფეტა, რომელიც გადაეცემა. ისეთი ბავშვები ვნახეთ მომზადებულები დღეს კალამი რომ ისე ისინი დაწერენ აუცილებლად. განგრძობითობა ეს აუცილებელია. ეს აუცილებელი სამივე თაობის ერთიანობა აუცილებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მასპინძლებს. მე თქვენს გვერდში ვარ აწდა მარადის და უკუნითი უკუნის სამგე.